შინდისის გმირების მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ქართული სამხედროების თავგაწირვასა და ქვეყნისთვის მათი გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვის საცხირს ყველაზე ძვირფასის გაძირვაც კი და ეს არის სიცოცხლე და ზუსტად ამის მაგალითი მოგვწევს ჩვენ შინდისის გმირებმა. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას. ხუთჯერ აღმატებულ მტერს შეებრძოლნენ ჩვენი ჯარისკაცები, 17 დაიღუპა გმირულად და აქაც ისტორია ყოველთვის გვაჩვენებს ჩვენ, რომ ქართველი მებრძოლი არ უშინდება რიცხოვნობას, ხვალ ჩვენ აღნიშნავთ დიდგორობას, სადაც ასევე 5ჯერ აღმატებულ მტერთან გავიდა ქართველი საომრად და გაიმარჯვა 60,000, 300,000-ის წინააღმდეგ და აქაც 17 წლის წინ 22 ჯარისკაცი 100-ის წინააღმდეგ დადგა მედგრად და ბოლომდე იბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ ქართველი ჯარისკაცისთვის, ქართველი მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორი არის. მნიშვნელობა არ აქვს ამის გარშემო რა ხდება, ყველა ბრძოლაში ქართველი მებრძოლი შედის როგორც დიდგორში. და ეს გვაჩვენეს მაშინ შინდისის გმირებმა 17 წლის წინ. ამავე დროს ეს გვაჩვენებს ასევე, რომ ყოველ ბრძოლას არ ყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი თავარსარდლები და ამასაც გვახსენებს ჩვენ, რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც 17 წლის წინ იყო, ეს ომი არ იქნებოდა. თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და სანამ ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს. სწორედ ესეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით ვაკ გარანტია, რომ საქართველო უკვდავია და კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც ულაშქასეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე იმდენად სამაგალითო, ასე ვთქვათ, გმირობა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ ხსოვნას.